თქვენ დავით რუს ვიწოდეთ. როდესაც მოგიგდით ამისთვის თქვენ გინდათ რომ შეცვალოთ ჩვენი ტრის ხარჯი. ეს არ გამოგივათ, იმიტომ რომ ჩემმა შვილებმა, თქვენმა შვილებმა, ყველა შვილებმა აგვინციან, უბრალოდ აი ეს ბატონები, რომლებიც ეს ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან, მათაც იციან, უბრალოდ ისინი არიან კონფორმისტები და არ ამბობენ ამას. ეს თქვენს ძალიან კარგად იცით. ბატონო დავით 2 აგვისტოს ვიყავი გორში ჩემ შვილებთან ერთად. დავტოვე გორი და 7 აგვისტოს აღარ მახსოვს თუ დამიკავშირდა მამა, ას გარდაცვლიდა, მეუბნება რომ მაია რუსული ჯარები ბომბავს. მამა მეუბნება სარდაფში იჯდა და მეუბნება და თქვენ მეუბნებით რომ რუსეთი შემოვიდა როგორც სამშვიდობო მიზნით. ეს ხო არის ისტორიის წაშლა. არა, უკაცრავად, მაგრამ ძალიან ხო დამანთავრებინეთ. ბატონო დავით, რამოდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან, დავით რუსო. არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?